ხო, მივიდეს შეეხება შეწყალებას. არ ვიცი, ხა ჯერ მე მგონი ყოველთვის დიდად არ იქნება ეს მისი კომპეტენციამ სიის დაკომპლექტება და ზოგადად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ამას შეიძლება ამან შეცვალოს შექმნილ ვითარებაში. შეიძლება თუ არა პროტესტის ტემპერატურა, მე მესმის რომ ვიღაცები ამბობენ რომ კარგი იქნება, იმიტომ რომ გარე ფაქტორების და შიდა ფაქტორების და შიგნით რთულად არის საქმე, გარეთაც მაინდამაინც დიდი პერსპექტივა იმისა რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ისე დაალაგოს საერთაშორისო თავისი ესე ვთქვათ ვითარება ამერიკის შეერთებულ შტატებთან თუ ევროპასთან რომ ყველაფრის უფლება კონდეთ როგორც უნდა. ხაშულმა თქვა რომ შესაძლებელია ამ გადაწყვეტილების ტრიგერი იყოს ვენესუელას მაგალითი, იმის შიშით რომ ვიღაცამ საქართველოში მადუროს ბედი არ გაიზიაროს, წინასწარ უშვებენ პოლიტიკურ რიჟიმში დაკავებულ ადამიანებს. იქ შემდეგ მოხდა. სანამ ვენესუელამდე მივალთ, მოდით ასე ვთქვათ, რუსეთი უფრო ახლოს არის. რუსეთი უფრო ახლოს არის და ამაზე შეიძლება ვილაპარაკოთ კიდევ რომ დღეს რაც ხდება ვენესუელაში, რაც ხდება ირანში და ასე შემდეგ, რაც მოხდა სირიაში და ასე შემდეგ, ეს რუსეთს ასუსტებს. შესაბამისად, ისეთი ასე ვთქვათ, დღის წესრიგის მხარდაჭერა, რაც დღეს არის საქართველოში, მხოლოდ რუსეთისგან არის შესაძლებელი და არა, ვთქვათ, დასავლეთისგან და ცივილიზებული დემოკრატიული მსოფლიოსგან. ამიტომ ბუნებრივია ამის შესუსტება, ну შესაბამისად მხარდაჭერის შესუსტება რუსეთის მხრიდან ამ თვალსაზრისით პოტენციური, რაც აუცილებელი პირობაა დასავლეთას საბრძოლველად, ხო? აფიქრებს ალბათ ვიღაცას დღეს თუნდაც ამ ხელისუფლების ნაწილს რომ მოდი რა რაღაცა ვიფიქროთ სხვა რამეზეს და არ გამოურიცხავ რომ ასეთ სენტიმენტები ან ასეთ ინიციატივები შიგნითაც იყოს რომ კარგი ახლა რა გვინდა ვიღაც იტყვის ეს ბავშვები რატო უნდა იყვნენ საპატიმროში ან რაღაცა ვიღაცა იქნება გამოუშვათ მაგრამ რაც მოხდა ხო ახლა ძალიან ძნელი გამოსასწორებელია ახლა პოლიტიკურ ლიდერებს როცა გაუშვებ იმისთვის ციხეში წარმოიდგინეთ თქვენ გაუშვებთ ციხეში იმისთვის რომ არ მივიდნენ სადღაც საგამოძიებო კომისიაზე პირობითში რომელსაც არ ცნობდნენ ლეგიტიმურად ეს მათი პოლიტიკური უფლება იყო არა არ მივიდნენ ერთია მაგრამ გირაოც არ გადაიხადეს ხო ეს მეორე იმიტომ რომ პოლიტიკური პოზიცია იყო ამგვარი ჯაფარიძემ ახლა გადაწყვიტა გირაოს პოლიტიკური პოზიციის გამო იჭერთ ადამიანს პირობითად ვამბობ აი პოლიტიკური პოზიცია იშიმშილოთ თქვენ ჯვარი გწერიათ თქვენი იმის წინ კიბეზე. ნუ ამ დროს კანონს გამოუშვებენ, რომ კიბეზე შიმშილობა ციხეს ითვალისწინებს კრიმინალური დანაშაულს. თქვენ ამბობთ, რომ მასშტაბური შეწყალებაც კი არ იმუშავებს არც ქვეყნის შიგით, როგორც რაღაცა შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯი და არც საერთაშორისო საზოგადოებაში. ყოველთვის ვარ მომხრე იმისა, რომ მაქსიმალურად რაღაცა შეთანხმება არსებობდეს და სადღაც კონსენსუსი მოინახოს, თუნდაც უმრავლესობაში და ამან მოიტანოს კარგი შედეგი. ხალხს ხო ეს არ უნდა. ჩვენ ყველაზე იშვიათად ვლაპარაკობთ საზოგადოებაზე და ხალხზე მათ პრობლემებზე არც ერთ გადაცემაში სხვა შორის ბოდიშვიხტი თქვენთან კიდე შეიძლება უფრო მეტად მაგრამ აი ახლა დაიწყო რაღაცა იმიტომ რომ ფასებზე თვითონ დაიწყეს ლაპარაკი ან რაღაცა განათლების სისტემაზე ან სხვა ისეთ თემებზე რომელიც ადამიანებს ყოველდღიურად აწუხებთ ხო აი ყოველდღიურად ვერ ჭრის ადამიანი პრობლემას აქვს ასილარი იწნევის სამალი იყიდოს, ბავშვს რაღაცა უყიდოს, ბილეთი აიღოს, პირობითად გეუნებით, თუ საკვები იყიდოს, აი ამას ესეთი სირთულეები აქვს ადამიანებს. და ამაზე არა გვაქვს ხშირად ლაპარაკი კი არა, ძალიან იშვიათად გვაქვს და ვარჩევთ იმიტომ რომ აი ესეთი ვითარებაა შექმნილი, სადაც ასეთი თემებია გადასაფარად, ეს დავიჭირეთ, ის გამოუშვით, შემდეგი შევაბრუნეთ, ახალი საქმეებია და მთელი დღის განმავლობაში ოპოზიციას აქვს ასე ვთქვათ გადაუჭრელი დილემა ერთიანი ფრონტი თუ ცალ-ცალკე. გადავიდეთ მაგ საკითხზე. ეს დილემა არ იქნება რაღაცნაირად გადაწყვეტილი, მაშინ ვერ მივალთ რეალურად ოპოზიციას და კი ბატონო, შეწყალების თემა ნახოთ რა იქნება თან ერთი ფაქტორიც არის რომ მიიღებს კი ყველა ის პოლიტიკური პატიმარი და სინდის პატიმარი ამ შეწყალებას მე ხაზარაძე ჯაფარიძემაც არ მიუმართავთ მაგრამ არა მე არ ვიცი თქო გეუბნებით ამიტომ რამდენად მასშტაბური არა მაგალითად ეხლა შეთავაზეს ვიღაცებს აგერ კონდათ მე მახსოვს რომ ზურა ჯაფარიძეს კონდა საშუალება რომ გამოსულიყო უფრო ადრე და არ გამოვიდა მესმის მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ყაველაშვილს იმისათვის რომ შეწყალების აქტი გამოსცეს სულაც არ ჭირდება პატიმრების მხრიდან ასე ვთქვათ საბოლოო შედეგი როგორ იქნება იმაზე ვამბობ მაგრამ
თუ რამეს გააკეთებენ ამ მიმართულებით, თუნდაც იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რაც გააჩნიათ და ეხლა აქ ლეგიტიმაცია, არალეგიტიმაციაზე არ არის ლაპარაკი, ანუ ვინმე აღიარებს, არ აღიარებს, ეს მოცემულობა გვაქვს ჩვენ დღეს, რომელიც არის ეს ხელისუფლება ამ თავის, ასე ვთქვათ, დე ფაქტო თუ როგორც არის, ამას რაღაცა ახორციელებს ჯერჯერობით, ხო? და ყველანაირად ეწინააღმდეგება რაღაცა შესაძლებლობებს, რომ თუ ამ უფლებამოსილების ფარგლებში გააკეთებენ იმას, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ იქნებიან და სინდისის პატიმრები და კიდე არ დაემატება ამას ხალხი, ეს რა თქმა უნდა იქნება კარგი და ეს იქნება ნაბიჯი იმისთვის, რომ თუ შემდეგ გაღრმავდება პროცესი, იმიტომ რომ ერთ დღეს მაინც ყველა უნდა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და ეს საუკეთესო გამოსავალი და საუკეთესო სცენარია.